მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეს გახლავთ გადაცემა ამბები ღმერთსა და ადამიანებზე, მე კი მისი წამყვანი თამარ სქიტიშვილი ვარ. დღეს ჩვენთან სტუმრად იმყოფება ვაზიანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი გაბრიელ ბარბაქაძე. დაგლოცეთ, მამა. მერტვა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაწიროთ უფალმა. ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ. რა თქმა უნდა. და როგორი იყო თქვენი ბავშვობა? უღრმესი მადლობა აქ მოწვევისათვის და შესაბამისად მეც მინდა გავიხსენოთ ჩემი ბავშვობა, რომელიც გავატარე იმერეთში, კერძოდ ზესტაფონში არის ესეთი პატარა დაბა შორაპანი. მანდ ვცხოვრობდით ჩვენ და ჩემი ბავშვობაც მანდა მაქვს გატარებული, სკოლაც მან დავამთავრე და იქვე გვაქვს კიდე სოფელი, ლამაზი სოფელი წიფლავაკე, რომელიც მამისეული სოფელია და ჩვენ ძირითადად მაინც შორაპანში ვიყავით ხოლმე და მთელი ჩემი ბავშვობა მანდა მაქვს გატარებული, რომელმაც ასე ვთქვათ უდიდესი სიხარული და სიყვარული გააღვივა ჩემში ბავშვობისა და რომელიც დღემდე მომყვება ეს განცდები ჩემი ბავშვობის განცდა, განსაკუთრებულად სკოლის პერიოდი, ყავდნენ არაჩვეულებრივი პედაგოგები და როდესაც მივედი სკოლაში, ჩვენი დაწყებითების მასწავლებელი იყო ქალბატონი ნორა მაჭავარიანი, რომელმაც ჩვენ არა მარტო კითხვა ან წერა შეგვასწავლა, არამედ შეგვაყარა მთელი ეს ამბანი, ქართული ამბანი. შორაპანი მოგეხსენებათ, რომ ეს არის უძველესი კუთხე, რომელიც ფარნავაზ მეფიდან მომდინარეობს და იქ არის შორაპნის ციხე, ძველი წელთაღრიცხვით მე-3 საუკუნეში არის აგებული, რომელსაც ჰქონდა როგორც ეკონომიური ფუნქცია, ასევე თავდაცვითი მნიშვნელობა და ეს ჩვენი პედაგოგები არა მარტო ამბანს ან წერა-კითხვას, არამედ მთელი კუთხის და მთელი ქვეყნის სიყვარულს გვასწავლიდნენ. თან მდებარეობაც აქვს ისეთი მაგალითად აქედან ერთი მხრიდან მდინარე ძირულის შესართავია, მეორე მხრიდან მდინარე ყვირილა ერთვის და ესეთი ლამაზი კუთხია და შესაბამისად სამშობლოსა და ამ კუთხის სიყვარულს და კითხვის სიყვარულსაც და წერის სიყვარულსაც რა თქმა უნდა გვასწავლიდნენ და მთელი ბავშვობა მახსენდება ის რომ ყავდა არაჩვეულებრივი კლასელები, რომელიც ჩვენი სიყვარული დღემდე მოდის, ესეთი დაძმური ურთიერთობა ჰქონდა მათთან და არა მარტო ეს ბავშვები, არამედ მათი მშობლებიც დიდ სიყვარულს იჩენდნენ ჩვენს მიმართ, როდესაც მაგალითად სკოლაში მივდიოდით ხოლმე, გავულიდით ერთმანეთს და მათი მშობლები შეგვიყვანდნენ სახლში და როგორც მათ შვილებს, ასევე ჩვენც გვიმასპინძლებოდნენ და მეგრძნობდი მათგან დედობრივ სიყვარულს და დღესაც ვამბობ ხოლმე, რომ ის არ იყო მარტო მათი მშობელი, ისინი ჩვენი მშობლებიც იყვნენ და ხშირად ვეუბნები ხოლმე ჩემ მეგობრებს, რომ ეს არა მარტო დედა თქვენი, არამედ ჩვენი დედებიც. ასევე დედა ჩემიც იგივე სიყვარულით იყო ხოლმე მათ მიმართ და ესე გავატარეთ ბავშვობა, როდესაც შემდეგ მე დიდ კლასში გადავედით, უფრო მაღალ კლასში, მაგალითად მე-7, მე-6 კლასში, თუ უფრო მაღალ კლასებში ჩვენი პედაგოგი იყო ესეთი ძვირფასი ქალბატონი მამიკა კვირიკაშვილი, რომელმაც ასეთივე დიდი როლი შეასრულა ჩვენში, იმით რომ ცდილობდა რომ ჩვენ ჩამოყალიბებულიყავით ისეთი პიროვნებები, რომ ქვეყანას გამოდგომოდით და ეს არის პერიოდი თან 90-იანი წლები, უკვე იწყება ქვეყანაში ეროვნული მოძრაობა და ამ ეროვნული სულისკვეთებით, სამშობლოს სიყვარულით, ეკლესიის სიყვარულით გვკვებავდნენ ისინი, რომ შემდეგ, როდესაც ჩვენ გავიდოდით დიდი ცხოვრების ასპარეზზე, ეს სიყვარული სამშობლოსი და ეკლესიისა და სარწმუნოებისა თან გვდევნიდა სულ ყოველთვის, რა თან გვახლდა, ასე ვთქვათ, მათი ეს მუხტი, რომელიც სიყვარულით სავსე იყო. ასევე მინდა გავიხსენო ჩვენი სკოლის დირექტორი ძვირფასი ადამიანი, ბატონი ოთარი კვინიკაძე, რომელიც მართლა მაგალითი იყო თითოეული ჩვენთაგანისა ბავშვებისათვის, როგორები უნდა ყოფილიყავით ჩვენ, როგორ უნდა
გვყარებოდა ერთმანეთი და ხშირად ჩვენი ამაზე გვესაუბრებოდა ერთმანეთის პატივისცემაზე, ერთმანეთის სიყვარულზე, ერთმანეთის თანადგომაზე და მან არაერთი მაგალითი მოგცა ჩვენ სკოლაში ბავშვებს თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. თვითონ იყო ესეთი თავდადებული პიროვნება ბავშვებისათვის, რომ ჩვენც მაგალითს გვაძლევდა ის რომ როგორ უნდა გვიყვარდეს ჩვენ ერთმანეთი და შემდეგ რა თქმა უნდა ჩვენი მომავალი თაობაც და ძალიან კარგად მახსენდება ეს ყველაფერი და ასე ვთქვათ მართლა სიხარული მოაქვს ჩემში რომ როდესაც ბავშვობას ვიხსენებ რომ ძალიან კარგი ბავშვობა და მეგობრობა მქონდა ასევე სოფელშიდაც დავდიოდით ხოლმე შემდეგ როდესაც მოდიოდა ზაფხულის პერიოდი უმეტესად მამის სოფელში მივდიოდით ხოლმე იქვე რომელიც ვახსენე წიფლავაკე სადაც ბებია და ბაბუა და უფროსი თაობები ხარობდნენ იმით რომ ბავშვებს რო ხედავდნენ უხაროდათ მათ და ჩვენც გვიხაროდა უფროს ადამიანებთან ურთიერთობა და მაგალითს ვიღებდით მათგან შრომის მოყარეობაში ერთმანეთის ასე ვთქვათ სიყვარულში მეზობლებისა და მეგობრების სიყვარულში და ხშირად დავყვებოდით ხოლმე ხა ჩვენ მათაც ან მოვეხმარებოდით დაუშვათ ეს ვენახი იყო თუ ყანა იყო და ვეხმარებოდით მათ და ჩვენც გვიხაროდა მათთან ურთიერთობა და აი ჩემი დედის მხრიდან ბებია მახსოვს ძვირფასი ქალბატონი იყო ქალბატონი ირა ღონღაძე მართლაც აი საოცარი ადამიანი იყო და ძალიან გვიყვარდა არა მარტო შვილიშვილებს არამედ თითქმის ყველას უყვარდა ასევე მამის მხრიდან ბებია და ბაბუა მახსოვს რომლებიც უწესიერესი ხალხი იყვნენ უკეთილშობილესი ადამიანები იყვნენ და ჩვენც სწავლობდით მათგან ბევრ რამეს რომელიც შემდეგ გამოგვადგა ცხოვრებაში და დღესაც ასე ვთქვათ ვიყენებთ ხოლმე მათ ნამოქმედარ ასე ვთქვათ სიკეთე პატივისცემა და სიყვარულს და გვახსენდება ის რომ როგორები იყვნენ ჩვენი წინათაობები ჩვენს ბავშვობაში ბებიები და ბაბუები ძირითადად რაღაც ესე ფარულად ქრისტიანები იყვნენ ბებია იტყოდა ხოლმე რომ უფრო აი ჩვენთან ზესტაფონთან არის ესეთი წმინდა წევა არის სოფელი სადაც არის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და ამბობდა ხოლმე რომ მათ მშობლებს ესენი დაყავდათ ხოლმე ამ წმინდა გიორგის წევის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში და ანუ მოქმედი იყო მათ ბავშვობაში მათ ბავშვობაში მოქმედი იყო ბებია დაახლოებით იყო მე-20 საუკუნის პირველ დასაწყისში პირველ 10 წლებში დაბადებული და მოქმედი იყო და იხსენებს ხოლმე იქ მსახურებაზე გატარებულ ასე ვთქვათ მსახურებას იხსენებს ხოლმე და ასევე თუ როგორ მიყავდათ იგი მშობლებს და მეორე ბებიაც მახსოვს მე დიდი ბებია ჩემის დედა ისიც მორწმუნე ადამიანი იყო და ხშირად საუბრობდა ასე ვთქვათ უფალზე და ჩვენს ბავშვებს გლოცავდა ხოლმე და გვასწავლიდა გვინერგავდა ღვთის სიყვარულს ღვთის მოშიშებას და ეს რაღაცნაირად ჩვენში ნელ-ნელა ილექებოდა შემდეგ ბავშვებში რომ ქონოდა სიყვარული ღვთისა განსაკუთრებულად აი დიდი ბებიის დალოცვა მახსოვს ხოლმე მეორე ბებიისაც რა თქმა უნდა და აი ბებია რომელიც ვახსენე ქალბატონი ირა ვებო ძვირფასი იყო და ძვირ მართლა აი შინაგანი რწმენა ქონდა ისეთი რომ აი ეს მუხტი დღესაც მაქვს რა და სიყვარული დღესაც მომყვება და ბებია მეორე თამარი რომელიც ძვირფასი ადამიანი იყო და რომელიც აი მართლა მენატრებიან ესეც ყოველთვის სიკეთესა და სიყვარულს მასწავლიდა რომ მთელი ცხოვრება სიკეთით გვეცხოვრა და სიყვარული ასე ვთქვათ ჩვენს გქონოდა და სხვებისთვისაც მიგვეცა და გაგვეხარებინა სხვებიც. თქვენი მშობლები თუ იყვნენ მორწმუნეები თუ დაყავდით ეკლესიაში? რაც შეეხება ჩემს მშობლებს, ჩემი მშობლები იყვნენ შრომელი ადამიანები რა, შრომობდნენ. თავდადებულად მშრომელი ადამიანები იყვნენ განსაკუთრებით დედა მაინც გამოირჩეოდა შრომის სიყვარულით და
ესე ვერ ვიხსენებ ხა ბავშვობაში მას რომ მათ ეკლესიაში ევლოთ, მაგრამ ჩვენ ქართველებს გვაქვს რა თქმა უნდა ჭეშმარიტი სარწმუნოება და ასევე ჩვენ ვართ ტრადიციული ხალხი რა და აი ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე ისინი ასე თქვა ტრადიციული მორწმუნე ქრისტიანები იყვნენ ისე როგორც დაუშვათ სხვა მრავალი ადამიანი. ამიტომ მე ხა ბავშვობაში ჩვენთან შორაპანში როგორც ვთქვით ეკლესია არ იყო მაშინ იმ დროისათვის რა. შემდეგ აშენდა იქვე არის სოფელის საღვინე, აშენდა 2000 წელს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც მეუფე ვახტანგ ახვლედიანმა აკურთხა და შემდეგ აშენდა წმინდა შორაპნის ციხეზე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, რომელიც ბატონმა ვასილ მშვენიერაძემ სთავოსნობით ასე ვთქვათ აშენდა მერთმა დალოცოს ბატონი ვასილი ამ დიდი და კეთილი საქმისათვის და მისი ოჯახი გაახაროს უფალმა და მაგრამ ჩვენ ამ დროისათვის უკვე 90-იანი წლების ბოლოს უკვე ჩვენ თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად და მე აქ დავიწყე შემდეგ ეკლესიაში სიარული ჩემი დეიდაშვილი დადიოდა ხოლმე ნახალოკაში არის ღვთისმშობლის ივერის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი და ჩვენც ნახალოკაში ცხოვრობდით მაგ დროს და ჩემი დეიდაშვილი დადიოდა ხოლმე ტაძარში და მას დავყვებოდი. და იქ შემდეგ მე გავიცანი ამ ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ვახტანგ ასათიანი, დეკანოზი უშანგი ჩარკვიანი, დეკანოზი ფარნავაზ კობიაშვილი და აქედან უკვე ნელ-ნელა ასე ვთქვათ იწყება ჩემი სულიერი დაკავშირება დედა ეკლესიასთან. თუმცა როგორც თქვენ ახსენეთ ეს 90-იანი წლების პერიოდი ეროვნული მოძრაობითა და სულისკვეთებით იყო გაჯერებული რელიგიასთან და ეკლესიასთან ადამიანები უფრო მეტად ცდილობდნენ უკვე დაახლოებას გაიხსნა მრავალი ეკლესია მონასტერი მაგრამ ჩვენ აი მაშინ შორაპანში ეს არ იყო ხოლმე და ზესტაფონში იყო ერთი სამლოცველო სადაც მოღვაწეობდა როგორც ჩემი მშობლები იტყვიან ხოლმე მე არ ვიცნობდი ამ პიროვნებას ეს იყო დეკანოზი ანდრია ლურსმანაშვილი და იყო ერთი სამლოცველო თუმცა ზესტაფონში იყო ძველი ტაძრები მაგალითად ჩემ ბავშვობაში მე ყოფილი ვარ ჩემი დედული არის სოფელი ტაბაკინში დედა იქედან არის და ბავშვობაში იქ იყო დავდიოდით ხოლმე მონასტერში რომელიც არ ფუნქციონირებდა იმ დროს და გზებიც ისეთი მიუვალი გზები იყო რომ აი ძალიან რთული რელიეფი იყო მაშინ დღეს კი გაკეთებულია მამა იაკობის დიდი ღვაწლის ასე ვთქვათ მიერ და მაგ მონასტერში დავდიოდით ხოლმე რომელიც ღია იყო მთლიანად და მაგრამ უდიდესი ძალა ჰქონდა მაინც იცოდნენ ადამიანები ფრესკები იყო ისეთი ფრესკები ახლა მაცხოვრის ფრესკა ეხლაც მახსენდება ეს ძვირფასი ფრესკა რომელმაც შტაბეჭდილება მოახდინა ჩემში რომ მაცხოვრის ფრესკა იყო იქ იყო წმინდა გიორგის ფრესკები აგრეთვე იქვე იყო შორაპანთან უბისის მონასტერი უძველესი ტაძარი და უბისაშიც ავდიოდით ხოლმე ბავშვები რომ გვენახა ეს ტაძარი გრიგოლ ხანძთელის მიერ აგებული ეს არის ერთადერთი ტაძარია დღეს საქართველოში რომელიც წმინდა გრიგოლ ხანძთელის მიერ არის აგებული და რომელიც ფუნქციონირებს დღესდღეობითაც მოქმედი არის ეს ტაძარი და მაგრამ მშობლებს უფრო ნაკლებად თუ დავყავდით ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენ ბავშვები დავდიოდით, ან ექსკურსიაზე დავდიოდით, ან მასწავლებელი წავიყვან და ამიტომ არ იყო ის სულიერი ფუფუნება მაშინ ჩემი მშობლებისთვის, რომ მათ ტაძარში ევლოთ. უფრო, როდესაც უკვე ჩვენ სკოლა დავამთავრე და აქეთ წამოვედით უკვე თბილისში გადმოვედით მშობლებთან ერთად საცხოვრებლად და ოჯახთან ერთად, ამის მერე უფრო მოხდა ჩვენი ეკლესიასთან, ასე ვთქვათ, დაახლოება და დაკავშირება. მამა გაბრიელ, რამდენი დედმამიშვილი ბრძანდა? ჩვენ ორი დედმამიშვილი ვართ, ერთი დამყავს ჩემი და ერთმა დალოცოს დღესდღეობით იგი საფრანგეთში იმყოფება
და მოვიკითხავ აქედან დიდი სიყვარული. როდის მოინათლეთ? იყავით თუ არა პატარა მონათლული? მე ვახსენე წეღან მამა ანდრია ლურსმანაშვილი და როგორც დედა მეუბნება 4 თვის მოვინათლე აი სამლოცველო სახლში რომელიც ზესტაფონში იყო თუ არ ცდები ეს იყო წმინდა ნინოს სახელობის თუ არ მეშლება რა და 4 თვის ყოფილვარ მეც და ჩემი და უფრო დიდი იყო როდესაც ბებია გარდაიცვალა დიდი ბებია ჩემის დედა ასე ვთქვათ გარდაიცვალა აი დაკრძალვამდე გარდაცვალებამდე მოვინათლა ზესტაფონში და მამა გაბრიელ თუ გახსოვთ პირველი ზიარება აი გაცნობიერებულად მისვლა უკვე ტაძარში რა საკში მოხდა და აი როგორი იყო ეს ემოცია აი წეგან აღნიშნე ის რომ ივერის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მივედი პირველად თუმცა მოძღვარი არ მყავდა მაშინ და არ ვიცოდი ბევრი რამე ეკლესიის შესახებ წესები საეკლესიო წესების შესახებ და ამის მერე გამიჩნდა სურვილი აი ეს ემოცია მაგალითად რომელიც იყო ტაბაკინის მონასტერი რომელიც იყო მაგალითად უბისის მონასტერი აი პედაგოგების მიერ მასწავლებლების მიერ აი განსაკუთრებულად მინდა აღნიშნო ქალბატონი მამიკა კვირიკაშვილი რომელიც ჩვენ ლიტერატურას გვასწავლიდა და გვიყვებოდა ხოლმე იგი საქართველოს ეკლესიების შესახებ და მრავალი დიდი წმინდანების შესახებ რადგანაც მუხტიც ესეთი წამოვიდა უკვე რა უკვე შეიძლება ამაზე თამამადაც საუბარი და ძვირფასი ქალბატონი იყო ძვირფასი პედაგოგი აი სიყვარულით ვიხსენებ ყოველთვის და როდესაც უკვე აქაც მეც დავიწყე ეკლესიაში სიარული ალბათ ვიქნებოდი 22-23 წელს ეს არის 90-იანების მიწურული უკვე და დავდიოდი ხოლმე სხვადასხვა ტაძრებში დავდიოდი მაგალითად სვეტი ცხოველში დავდიოდი ხოლმე შიომღვიმეში დავდიოდი ხოლმე აქვე მეტეხის ტაძარში დავდიოდი ხოლმე სიონის ტაძარში და სიონში რამოდენიმე ჯერ დავესწარი მისი უწმინდესობის მსახურებას საღდგომო მსახურება მახსენდება განსაკუთრებულად მისი უწმინდესობის ქადაგება და ამ ყველაფერმა ჩემში გააღვივა სურვილი იმისა რომ უფრო მეტად გავცნობოდი საეკლესიო ცხოვრებას და შემდეგ ქაშვეთშიდაც დავდიოდი ხოლმე ნელ-ნელა უკვე ვკითხულობდი საეკლესიო ლიტერატურას, სასულიერო ლიტერატურას, მამათა ცხოვრებებს და ამან კიდევ უფრო აღძრა ჩემში სურვილი რომ ეკლესიაში ასე ვთქვათ დავრჩენილიყავი თუ უფრო მევლო და ჩართული ყოფილიყავი სულიერ ცხოვრებაში და ქაშვეთში როდესაც დავდიოდი ხოლმე იქ იყო არქიმანდრიტი სოკრატე ჭულუხაძე წინამძღვარი მეტეხში იყო ხოლმე და დღესაც ბრძანდება მამა აკაკი მელიქიძე უსმენდი ხოლმე მათ ქადაგებებს ასევე სიონშიდაც უსმენდი ხოლმე ქადაგებებს ივერის ღვთისმშობელში როგორც თქვით სვეტი ცხოველში მამები წირვალოცვას ვესწრებოდი მაგრამ მოძღვარი არ მყავდა და შემდეგ უკვე როდესაც გადავწყვიტე ის რომ ყოლოდა სულიერი მოძღვარი და დამეწყო ასე ვთქვათ სულიერი ცხოვრება ეს იყო ლოცვა ეს იყო აღსარება ეს იყო ზიარება ქაშვეთში არის ერთი მოძღვარი უძვირფასესი ადამიანი ჩემი სულიერი მოძღვარი დეკანოზი დიმიტრი სუხიტაშვილი და რომელმაც აბსოლუტურად რომ იტყვიან შეცვალა ხედვა შეცვალა ცდილობდა რომ ცხოვრების წესი ჩემეცვალა მაგრამ ცხოვრების წესი არ ქონდა ისეთი რომ რაღაცა დავუშვათ დამკვეთრად ხო შესაძლებელი ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი და მამა დიმიტრი გახდა ჩემი სულიერი მოძღვარი რომელმაც პირველად მაზიარა ცხოვრებაში და ეს იყო მართლა განცდა იმისა რომ მართლა აი ქრისტეს შემოსვლა იყო ჩემში მართლა სულიერი ფერისცვალების დასაწყისი იყო თუმცა ზიარების ღირსი რა ვიცი ვინ არის განა მაგრამ მათ შორის არც მე არ ვიყავი მაგრამ აი იმ პირველი ზიარებით დავრჩი ზიარების მადლი და ლოცვა კურთხევით ღვთის მოძღვრის რა თქმა უნდა მადლი და ლოცვა კურთხევით დავრჩი
დედა ეკლესიის წიაღში და შემდეგ უკვე გაცნობიერებული მართლაც აღსარება, მართლაც ზიარება უკვე ზიარების მიღება უკვე ნელ-ნელა დავიწყეთ. ამ პერიოდში მამა გაბრიელ თქვენ გქონდათ არჩეული უკვე პროფესია? არა, პროფესია არ მქონდა ამ პერიოდში არჩეული. როდესაც აქეთ თბილისში ჩამოვედით, ალბათ უფრო მალე მივედი ტაძარშივე და აი სურვილი მქონდა რომ იმისა რომ ხშირად მევლოვე ტაძარში და მაგრამ პროფესია ისეთი რაღაც გამოკვეთილად და მკვეთრი პროფესია არ მქონდა ისეთ რაღაც ესეთი მკვეთრად გამორჩეული რაღაცა, მაგრამ მიმიზიდა ამ სულიერმა ცხოვრებამ და რა თქმა უნდა, როგორც აღნიშნე, აი მოძღვრის თანადგომით, მოძღვრის დახმარებით გამიჩნდა სურვილი იმისა, რომ შემესწავლა ხუცური, ასე ვთქვათ, კითხვის შემდეგ, როდესაც კითხვა ვისწავლე, ამის შემდეგ უკვე დავიწყე მედავითნეობის შესწავლა ნელ-ნელა ეტაპობრივად და მე რა თქმა უნდა მქონდა სურვილი იმისა, რომ მესწავლა სასულიერო სემინარიაში. თუმცა სკოლა, როდესაც მე დავამთავრე, ქუთაისში ვსწავლობდი, იქ დავოჯახდი ქუთაისშივე და მაგრამ როგორც ასეთი ეს პროფესიად არ მქონდა, ასე ვთქვათ. და უკვე 2009 წელს მოძღვრის ლოცვა-კურთხევით გავხდი სასულიერო სემინარიის სტუდენტი და ამის შემდეგ უკვე აბსოლუტურად სხვა ცხოვრება იწყება შემდეგ ჩემში და ჩემ ცხოვრებაში. თქვენი პირველი ტაძარი რომელი იყო, რომელშიც მსახურება დაიწყეთ უკვე როგორც სასულიერო პირი? აი, როდესაც უკვე სტუდენტი ვიყავი სასულიერო სემინარისა, მოგეხსენებათ, რომ არაჩვეულებრივი პედაგოგები არიან, ესენი სასულიერო პირები არიან თუ საერო ადამიანები, ყველანი მართლა თავგადაგებული პედაგოგები არიან იმისათვის, რომ აღზარდონ კარგი სასულიერო თუ საერო ადამიანები. და მე უკვე მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც მაკურთხეს დიაკვნად, კომისია ჩატარდა და კომისიაზე გავედით რამოდენიმე სასულიერო საერო პირი და კომისიიდან უკვე ეს არის 2011 წელი კომისიიდან უკვე რამოდენიმე ხანში, რამოდენიმე დღეში მითხრეს რომ წარგვადგინეს მის უწმინდესობასთან და მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით 2011 წლის 13 ნოემბერს 100.000 მოწამის ხსენების დღეს ამავე წმინდანების ტაძარში, მუხათგვერდის 100.000 მოწამის სახელობის ტაძარში მაკურთხეს დიაკვნად, ჩემი ხელდასხმა შეასრულა მაშინ იყო გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი მეუფე იაკობმა შეასრულა ჩემი ხელდასხმა და დავინიშნე დიაკვნად სამების საკათედრო ტაძარში. ეს იყო მართლა ჩემთვის უდიდესი სიხარული და უდიდესი, ასე ვთქვათ, განცდა იმისა, რომ მომიწია სამების საკათედრო ტაძარში მსახურება მის უწმინდესობასთან ერთად, რა თქმა უნდა. და აი არ ვიცი, ეს იყო უდიდესი რამ, როდესაც პირველი მსახურება ჩემი ტრაპეზთან შეხება, მისი უწმინდესობისგან ზიარება, ეს იყო, არ ვიცი, უდიდესი სიხარული ჩემში, რომ პატრიარქთან მომიწია მსახურება და ამისთვის მადლობ ჩემს მოძღვარს, ამისთვის მადლობ ჩვენს უწმინდესობას, ღმერთმა დაალოცოს მრავალჟამიერი სიცოცხლე და მადლობა ჩვენს ძვირფას არქიდიაკონს მამა დემეტრეს, რომელთანაც მომიწია რამოდენიმე წელი დიაკვნად მსახურება. შემდეგ როდის გაკურთხეს მამა, როგორც მოხდა? 2 წელი ვიყავი. დიახ. 2 წელი ვიმსახურე დიაკვნად. ამ 2 წლის განმავლობაში ცოტა ხნით რამოდენიმე თვე მომიწია ქაშვეთში მსახურება, დიაკვნად მსახურება და შემდეგ ისევ სამებაში და როდესაც უკვე გავიდა, ასე ვთქვათ, ეს 2 წელიწადი, დადგა დრო იმისა, რომ
მოხდათ უნდა ვეკურთხებინეთ. ისევ მომიწია კომისიაზე გასვლა და ჩემი ხელდასხმა ისევ მეუფე იაკობმა, ოღონდ მაშინ უკვე იყო ბოდბელი ეპისკოპოსი. დიაკვნად მაკურთხეს, ესე იგი 2013 წლის 19 აგვისტოს ფერისვალების დღესასწაულზე, ფერისვალების ტაძარში დედათა მონასტერში აქვეავლაბარში და აქედან მოყოლებული უკვე მსახურობ ვაზიანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. ეს არის სამხედრო ბაზაზე არის ეს ტაძარი და იქ მქონდა პატარა სამლოცველო მქონდა და აქედან დავიწყე მსახურება და მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, რომ როდესაც უკვე მღვდელი გავხდი და მივედი უწმინდესთან, მან გამამხნევა და იმედი მომცა, რომ მამაო ყველაფერი კარგად იქნება, უნდა გაალამაზო, გაამშვენო იქაურობა და იმედი მომცა და მეც, ასე ვთქვათ, თქვენ გვერდით ავართ და ყველანი ჩვენ გვერდით დაგიდგებით, რომ იქ ყველაფერი კარგად იყოს და მართლაც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და ღვთის მადლით დღეს დგას უმშვენიერესი ტაძარი წმინდა გიორგის სახელობისა, სადაც როგორც სამხედრო, ასევე საერო ადამიანები ჩემოდიან და აღესრულება კვირაში ორჯერ მსახურება და ასევე დღესასწაულებზე. მადლობა უფალს ამისათვის. მადლობა უფალს ნამდვილად. არის თუ არა კაპელანის როგორც სასულიერო პირის ცხოვრება განსხვავებული სხვა სასულიერო პირების ცხოვრებისგან გარდა იმისა, რომ ვთქვათ, უფრო მეტი ანუ იმედის მომცემი, უფრო მეტი აი როგორ თქვა, мотиваციის მიმცემი უნდა იყოს ალბათ უფრო განსხვავდება იმით, რომ თქვენ სწორედ აღნიშნეთ, რომ მართლაც мотиваცია უნდა მისცე მოძღვარმა ჯარისკაცებს, რომ იქ ასე ვთქვათ, მართლაც საჭიროა და სჭირდებათ მათ სულიერი ამაღლება და სულიერი სიმტკიცე და სწორედ ეს მოძღვარზეა დამოკიდებული და რა ვიცი, ვცდილობ, რომ ეს ყველაფერი შევასრულო ისე, როგორც აი ღვთისა და მათი სიხარულიდან და სიყვარულიდან იქნება, იმიტომ რომ მოძღვრის გარეშე იქ შეუძლებელია, ასე ვთქვათ, ჯარისკაცისთვის და რავი, მადლობა უფალს, რომ ამისთვის, რომ მე ასე ვთქვათ, ჯარისკაცებთან მიწევს მსახურება და ისინი ძვირფასები არიან ჩემთვის და ჩართულები არიან სულიერ ცხოვრებაში. ვცდილობენ ყოველ შემთხვევაში იმას, რომ როგორმე ასე ვთქვათ, ეკლესიასთან, ღმერთთან, მოძღვრებთან მეტად დაახლოებული იყვნენ, რომ აქედან მადლი ეკლესიისგან წაღებული მადლი და ლოცვა-კურთხევა შემდეგ თან დევდეთ მათ მთელი ცხოვრების. ხომ არ გიწევთ ხოლმე მათთან თქვა სხვაგან ბაზებზე ყოფნეთ? მე 2015 წელს ვიყავი მისიაში ავღანეთში და ჯარისკაცებთან ერთად 7 თვის განმავლობაში, რომელიც კიდევ აბსოლუტურად სხვა განსხვავებულია აქ ყოფნისგან იმით, რომ უცხო გარემოში არიან ჩვენ ეს ბიჭებიც უფრო ემოციურად უფრო დატვირთულები არიან, რომ საომარი სიტუაციაა და რა ვიცი, ყველანაირად გვერდით ვედექი ჩვენ ჯარისკაცებს იმით, რომ ეს სიმტკიცე და სიმხნევე შეენარჩუნებინათ ბოლომდე, რომ არ აყოლოდნენ რაღაც ემოციებს და მით უმეტეს აბსოლუტურად ყოველდღიურ ბრძოლაში რა თქმა უნდა, ყოველდღიურ ბრძოლაში და აი როდესაც გადიოდნენ მაგალითად ბაზიდან, ტერიტორიიდან, როდესაც გადიოდნენ ხოლმე, ყოველთვის დავლოცავდით ხოლმე მათ, ასევე დაბრუნებისას მადლობას ვწირავდით უფალს, რომ მშვიდობით დაბრუნდნენ და ესე ჩართულები იყვნენ ეს სასულიერო ცხოვრებაში. მამა გაბრიელ, თქვენს ოჯახსაც გითხარით რამდენიმე სიტყვა თქვენს მეუღლეზე, თქვენს შვილებზე? ესე იგი ჩვენ მე და ჩემი მეუღლე ადრე დავოჯახდით, როგორც წერანთქვი ქუთაისში მომიწია ცოტა ხნით სწავლა, შემდეგ ცხოვრება და ჩვენი გავიცანით ერთმანეთი და ქუთაისშივე დავქორწინდით. ჩემი მეუღლე არის მზია ბრეგაძე, უკვე ჩვენ 30 წელია ერთად ვართ, გვყავს 2 შვილი, კესო და საბა და ესენი უკვე დამოუკიდებელი ადამიანები არიან. გოგო ცხოვრობს უცხოეთში, გერმანიაში ცხოვრობს, ყავს ოჯახი და საბამ წელს დაამთავრა თბილისის
ჯავახიშვილის ივან ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამედიცინო ფაკულტეტზე და ისიც იწყებს ახლა ახალ ცხოვრებას ამ მედიცინაში, სამედიცინო საქმიანობაში და აი 30 წელია უკვე მე და ჩემი მეუღლე ერთად დავართ და მინდა აღნიშნო რომ მართლაც აი უდიდესი მნიშვნელობა აქვს სასულიერო პირისთვის ოჯახს და ოჯახის თანადგომას. მე ვიდრე სასულიერო პირი გავხდებოდე და სწავლა დავიწყე სემინარიაში არ მქონდა თლათ ასე ვთქვათ ბოლომდე გადაწყვეტილი სასულიერო პირობა და ნაკლებად ფიქრობდი ასე ვთქვათ სასულიერო პირობაზე. ეს შემდეგ მოვიდა ეს განცდა თუ ეს სურვილი ასე ვთქვათ ამისა და როდესაც უკვე სწავლა დავიწყე, სწავლის პერიოდიდან რომ ვიტყვიან დღემდე, თუ მანამდეც რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ახალ ეტაპზე ასე ვთქვათ, ახალ ეტაპზე ყოველთვის გვერდით მედგა და მართლაც აი დიდი მნიშვნელობა აქვს მეუღლეს სასულიერო პირისთვის რა როგორი ადამიანია და მადლობა უფალს რომ მართლაც ესეთი ძვირფასი ადამიანი არის ჩემ გვერდით და ჩვენ საკმაოდ უკვე 30 წელია ერთად ვართ როგორც აღნიშნე ბავშვები ვიყავით და პატარები ვიყავით არ გქონდა ბოლომდე ასე ვთქვათ ოჯახი გაცნობიერებული მაგრამ ამ ყველაფერში ჩვენი მშობლები როგორც ჩემი ასევე მისი მშობლების გვერდით დაგვიდგნენ და ესე დავიწყეთ ასე ვთქვათ პატარაობიდანვე ერთად ყოფნა და დღემდე გვერდით გვიდგანან ჩვენი მშობლებიც რა თქმა უნდა და დიდი მნიშვნელობა აქვს ამასაც რა ახალ შექმნილ ოჯახს ოდესაც მით უმეტეს თუ პატარები არიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების თანადგომას და მშობლების ასე ვთქვათ იმედს იმიტომ რომ როგორც თქვი ბოლომდე შეიძლება არ ქონდეს ახალგაზრდას გაცნობიერებული ოჯახის სირთულეები ოჯახის მდგომარეობა და როდესაც ამაში გვერდით გიდგას ოჯახი და გვერდით გიდგას მშობელი ეს არის ძალიან დიდი ზურგი და იმედი და ასე იყო ჩემთვისაც იმედი ჩემი მშობლები და მისი მშობლებიც არაჩვეულებრივი ძვირფასი ხალხი არიან მისი მშობლებიც მამა გარდაეცვალა გარდაცვლილი ყავს ეხლა ამ ბოლოს გარდაიცვალა კორონავირუსით და რა ვიცი მოვდივართ ესე და მოგვაქვს სიყვარულით და სიხარულით ეს ცხოვრება რაც შეეხება ხა ჩვენ შვილებს ჩართულებიც ვიყავით ჩვენი შვილების აღზრდაში ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის რომ შვილებისთვის განათლება მიგვეცა აი როგორც ყოველდღიურობაში რაღაც განაწილებული ქონდა თითქოს ჩვენი როლები პოზიცია იმისა რომ ბავშვის სკოლაში იყო წასაყვანი მაგრამ უფრო ჩემი მეუღლე იყო ჩართული ამ ყველაფერში რომ თვითონ დაყავდა ხოლმე სკოლაში წრეებზე დაყავდა თვითონ ეს ცეკვა იყო თუ რა ვიცი ხელოვნურ სხვა წრეები იყო ბავშვებისა ესა შემდეგ უკვე ბიჭიც წამოეწია უკვე 6 წელია მათში განსხვავება 5-6 წელი და ასევე მის ყოველდღიურობაში ბავშვებთან მიმართებაში ჩართულები ვიყავით ორივე და ვცდილობთ დღემდე რომ კარგები იყვნენ და ღვთის სიყვარული ქონდეთ ერთმანეთის სიყვარული ქონდეთ ოჯახის სიყვარული რაც აუცილებელია კონდეთ და სიმტკიცე კონდეთ აი ოჯახის მიმართ და სიყვარული კონდეთ ოჯახის მიმართ და ვისურვებდი რომ მათმაც კარგი შვილები დაზარდონ. ამინ. მამა გაბრიელ, აი ძალიან ბევრ ადამიანს ალბათ თქვენ წეგან ოჯახის შექმნაზე ისაუბრეთ, მაგრამ არანაკლები ბათ უჭირთ ადამიანებს თქვათ ცხოვრების გზის არჩევა. აი რას ურჩევდით ასეთ ადამიანებს, ვინც თქვათ დღეს სასულიერო ცხოვრების გზაზე დადგომას აპირებს? რა თქმა უნდა, როგორც თქვით, ჩვენ ამაში ოჯახს აქვს დიდი მნიშვნელობა. და მეუღლის თანადგომასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მნიშვნელობა აქვს ასევე მშობლებსაც. მე მაგალითად, ოდესაც უთხარი ჩემ მშობლებს რომ გადავწყვიტე ეს რომ სასულიერო პირი გამხდარიყავი დამლოცა დედა მაინც განსაკუთრებულად რომ ამ დიდ გზაზე რომელიც არის სასუფევლამდე მიუყვანებელი რომელიც საშუალებაა სულის ცხონებისა მაგრამ ჩვენც უნდა ვეცადოთ ასე ვთქვათ რომ
სწორედ ვიცხოვროთ ამ გზაზე. ვურჩევდი მათ, რომ ეს არის სწორი და კარგი გადაწყვეტილება იმისა, რომ ჩვენს ეკლესიაში კიდევ მრავალი სასულიერო პირი მოვიდეს, ჩვენ გვჭირდება კარგი სასულიერო პირები და ვურჩევდი მათ, რომ ეს გადაწყვეტილება, რაც მათ გადაწყვიტეს, არ შეცვალონ და ემსახურონ დედა ეკლესიას სიყვარულით და სიხარულით, რომ ეკლესიაც ძლიერი იყოს და შესაბამისად თვითონაც გაძლიერდნენ ღვთისმსახურებით. მამა გაბრიელ, უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ასეთი საინტერესო ინტერვიუსთვის. ჩვენს მაყურებელს კი კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ დღეს ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდა ვაზიანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი გაბრიელ ბარბაქაძე. გემშვიდობებით.